არის ჩვეულებრივი ტრაგედია, მაგრამ სხვანაირ შეფასებას ვერ მისცემ და პირდაპირ გეტყვით რა, ალბათ უფალს უმადლოდეთ, რომ აქამდე მსხვერპლი არ არის იმ ბატალიების შემდეგ, რაც კოცების რეჟიმმა და აქეთ ამ ახალგაზრდებმა და დესტრუქტანტებმა მათ უკან ვინც დგას კიდე ხუთგანანი აუცილებლად ეს ნაცმოძრაობა ხაზარაძეები ვისაც უნდა საერთოდ სისხლის დანახვა და მიღება მათი ჩარევით ძალიან ბევრი რაღაცა ფუჭდება ქვეყანაში მე მინდა მოკლე შეფასებები გავაკეთო ამ ყველაფერთან და კათელი მოვფინო ყველაფერს იმიტომ რომ საზოგადოების ფართო მასებმა არ იციან რეალობაში ვინ დგას იმ ბარიერის მეორე მხარეს იღბებს ქვევით და რაზე არიან ისინი სინამდვილეში წამსვლელები და როგორ ხდება მათი მომზადება და მათი არჩევა და რა კატეგორიას წარმოადგენენ ისინი. გულახდილად მინდა რომ ამ ყველაფერზე ვილაპარაკო თქვენი უამრავი თქვენგანის ყურადღება მე ძალიან ბევრ ბლოგს წერ როგორც ყოფილი სამხედრო, როგორც ოფიცერი, როგორც 2008 წლის ომის მონაწილე და როგორც მე ვიტყვი რომ კომპეტენტური პირი ძალიან რთულია საკუთარ თავზე ილაპარაკო, მაგრამ როგორც კი ჩემი მოღვაწეობა ჯარში დაასრულა თინახი და შენმა პოლიტიკური მოტივით იქედან მაიძულა წამოსვლა იმის შემდეგ მე შემოვიკრიბე პროფესიონალთა გუნდი და შევქმნი ორგანიზაცია შეიარაღებული ძალების სამოქალაქო კონტროლის ჯგუფი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროებას თავდაცვის სამინისტროს იქ მიმდინარე პროცესებს საკადრო პოლიტიკას ყველაფერს სამოქალაქო კუთხით რაც შეიძლება და უწევდა კონტროლს და ამ კონტროლს ვახდენდი, როცა მისალამდე მიშვებდნენ პარლამენტში, ქონოდა ოპონირება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში და მე გადაწყვიტეს, რომ ძალიან ფიცხი გამოსვლები მქონდა და მამხილებელი და მე იქ აღარ მიშვებდნენ. ამიტომ გარღვეული გამოცდილება დამიგროვდა და ეს გამოცდილება ტომებში მაქვს უკვე დალაგებული ეს. გული მერევა ნამდვილი გითხრათ აღარც მინდა იქეთკენ გახედვა ბევრჯერ ვიფიქრე გავიტან ამ არქივს და დავწვალ მაგრამ რომ რაღაცნაირად წარსული მოვიშო რომ აი რასთან მქონდა შეხება უკვე 2019 წლის მერე დევნილი ვარ ჩემი ქვეყნიდან და საფრანგეთმა მოგვანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი და ამ ყველაფრის ტკივილით ვცხოვრობ მაგრამ გულახდილად გეუბნებით რა შენი როგორც შენ ქვეყანას ისე შენ შინაგან მორალს ვერასოდეს ვერ გაიქცევი, ამიტომ ვინახავ ამ ყველაფერს და ადრე თუ გვიან ვაი თუ აქტუალური გახდეს ეს საზოგადოებისთვის და ხალხისთვის, თორე იმიტომ არა რომ მე ვლაპარაკობ ამას ჩემ თავს. წლების მანძილზე კომპლექსურმა შესწავლამ იმ უბედურების, რაც ამ ძალოვან უწყებებში ხდებოდა. და წლების მანძილზე ამ ყველაფრის ლაპარაკმა ჩამოაყალიბა გამოცდილება და ზუსტი და სწორი შეხედულება, ვინ არიან იქ ბარიერს გადახმა. ყველა პროფესიონალები ზოგადად შეხედეთ სახელმწიფოს, აი დავიწყებ შორიდან რა. სახელმწიფომ ოქროს ფონდი გაყიდა, საკუთარი ოქროს ფონდი. თქვენ ალბათ ეს არ გიყვირთ, იმიტომ რომ საქართველოსთან დევნა მოსახლეობის ეს ჩვეულებრივი მოვლენა დაგიქმნება და მე რა თუ ვიღაცა ყოფილი სამხედრო გამოვიდა უცხოეთში, წავიდა და რაღაცა, ვიღაცა ასე უყურებს. მე რა თუ ოფიცერს მაგალითად სახელმწიფო გააცილებს ქვეყნის გარეთ თუ არ უნდა მისი ყოფნა შეიარაღებულ ძალებში და წავა ან კონგოში იმუშავებს ან რაღაცას გააკეთებს ეს მისთვის პრობლემა არა. პრობლემა რაში მდგომარეობს, იცი? პრობლემა მდგომარეობს სახელმწიფოებრივ მიდგომაში. მე ჯერ კადრს უზრდი, ფულს ვიხდი და მე მისი ყოფნა არ მომწონს და ამას ვაგდებ და ვიშორებ და მომყავს სამაგიეროდ ისეთი ვინც ჩემ რეჟიმს მოემსახურება და მე არ მაინტერესებს იმას ეცოდინება ის საქმე რომელსაც ჩავაბარებ თუ არ ჩავაბარებ როგორც პოლიციაში ისე ჯარში ისე უშიშროებაში ეს იმას კი არ ნიშნავს მარტო ვინმეს ეგრეთ წოდებული ბარათი გაუშალო და უთხრა იცით რა მე უშიშროების თანამშრომელი ვარ და კაი ბიჭი ვარ არა ეგრე არ არის იქ არის სპეციალიზირებული სამსახურები როგორც საგამოძიებო მით უმეტეს ჯარში ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანი არის ხალხო როგორც საინჟინრო ამფეთქებელი, ისე ტანკისტი, ისე მოტო ქვეითი მსროლელი, ისე მსუბუქი შეიარაღების სპეციალისტი, იქვე საავიაციო მით უმეტეს ძალიან ძვირი შეიარაღებებია ესენი.
შენ პროფესიონალს როზრდი და იმას მე აგდებ, იმიტომ რომ იქ გინდა კაცი მოიყვანო, რომელიც ვიღაცა შენი გულისთვის ხელს დაარტყამს, აი აქ უკვე დაინგრა სახელმწიფო. აი ვინ დგას დღეს მაპატიეთ რა ესეთი პრეამბულისთვის, მაგრამ აი ვინ დგას დღეს იქ, ვინც თქვენს ხელს გირტყამთ. და გირტყამთ ამას გამეტებით აკეთებს, თორე ულახდილად გეტყვით, ეხლა ნებისმიერი სპეციალური ოპერაცია თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ იქ დიდი მშვიდობა არ იქნება და ჯგლეთაში შეიძლება სპეცრაზმელმა ხელიც რო არ გაიღოს, არის ხალხის მასებია დადგენილი რა. თუ შენ დაარბევ 50,000-იან აქციას, თუ შენ დაარბევ 100,000-იან აქციას, იქ თუ უბრალოდ მღელვარებაც კი დაიწყო, საერთოდ არ ჭირდება სპეცრაზმელს ფიზიკური ძალის გამოყენება, შეიძლება ხალხმა მოკლას ერთმანეთი ჯგლეთაში. არის ესეთი სპეციფიკა ამ ყველაფრის და ახლა გინდ ისე შემოუარე ამ ყველაფერს, გინდ ისე შეუარე ამ ყველაფერს. ეს არის ზოგადი ფაბულა იმ სიტუაციის. ახლა დაუბრუნდეთ მოვლენებს. რა მოვლენებიც ვითარდება რა. დაიღალა ქვეყანა, გადაიღალა, გასაგებია ეს ყველაფერი ივანიშვილის სახელის ხსენებიდან, ივანიშვილის სახის დანახვიდან, მისი გარემოცვის, ხროვის, უაზრობების ატანიდან და რაც მთავარია იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ეს აწარმოებს ქართული საზოგადოების ტყავზე აწარმოებს. და ხალხს უნდა ცვლილება ამაში ხა გასაკვირი არაფერი არ არის რა. ნორმალური მოვლენა არის ეს, რომ არ უნდათ ბიძინა ივანიშვილი და მისი მოდგმა. და ეს ეუბნება, არა მე უნდა ვიყო. ყველაფერს რო თავი დაანებო, რაც არ უნდა მართალი იყოს, თუ შეიძლება მასადმე სიმართლე კონდეს. საქართველოს სახელით მოვაჭრე ნაძირალს. აი აქ უკვე ის აღარ არის სწორი. არ შეიძლება წლების და ფეოდალია, ოფიციალურად თავი გამოაცხადა ჩვეულებრივ ფეოდალად. პატარა ხანში იტყვის მე შეიძლება ახლა გარდავიცვალო და აგერა ჩემი შვილი ბერა უნდა ჩაგიდგეთ სათავეში და იმამ უნდა გაგიყვანოთ გზა გასხივოსნებისკენ მარტო ჩვენი თუ გაბწყინდება ივერიო. გეფიცებით შეიძლება მალე ეს ყველაფერი მან თქვას და იკადროს. იმიტომ რომ ივანიშვილი არის ჩვეულებრივი ფეოდალი. მე ამ ყველაფერს მეც შეფასებას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ ოპოზიციაში ყავს ნაციონალური მოძრაობა, შენ არ უნდა გაგიჩნდეს იმის სურვილი, რომ ხელისუფლებაში დარჩე. ეს არანაირ მართლობის ფორმას არ ცნობს თუ არა ფეოდალიზმს. მე ვეძებ მოტივს, იმიტომ რომ ხელისუფლებაში დავრჩე და არა იმიტომ რომ ხალხს ვემსახურო. ეს სხვა ორი სხვადასხვა მცნება. აი ეს დაახლოებით რას გავს, იცი? ყველაფერი დაემსგავსა ესე რუსულ გამოთქმას. და ესე ამათ კარგად ესმით, მაკაური პასლოვიცები, мне нужна справка для того, чтобы взять справку. აი ესეთი მომენტია, მეტი არაფერი. და რა ხდება? ვინ სარგებლობს ამ ყველაფერს? პრობლემა ის კი არ არის, რომ გვარამია ჩაკუჭეს მანქანაში. არა, პრობლემა ეს არ არის. სახელმწიფო კეთილდღეობას თუ დაჭირდება, სახელმწიფოს უსაფრთხოებას თუ დაჭირდება, გვარამია შეიძლება ჩაკუჭონ კი რა, ადგილზე ლიკვიდაციით გაასაღონ. მაგრამ ეს უნდა იყოს იმ დონეზე გამჭირვალე, თმედება. იმ დონეზე აუცილებლობიდან გამომდინარე, იმ დონეზე ნდობა უნდა იყოს საზოგადოებაში საკუთარი ხელისუფლების, რომ ასეთმა რადიკალურმა ქმედებამაც, როგორც არის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და იმ აუცილებლობამ ხელისუფლებას მისცეს მისთვის მინიჭებული ძალადობის ავტორიზაცია. კი, ხელისუფლება ნამდვილად არის დემოკრატიულ სამყაროში ის ერთადერთი ძალა, რომელსაც გააჩნია ავტორიზაცია ძალის გამოყენების, მაგრამ თუ მე ბოროტად ვიყენებ ამ ძალას და ბოროტად იცით რას ნიშნავს ბოროტად ძალის გამოყენება, ძალიან მარტივად რო გითხრათ რას ნიშნავს? ის რომ ოპოზიციაში ჩემ ოპონენტად ვტოვებ კრიმინალს და მე იმის იმედით რომ ვიღაცა იტყვის, აი ეს უფრო დიდი კრიმინალი იყო, ვისაც კრიმინალურად მოექცნენ, ამიტომ ჯობია ის კრიმინალი იყოს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს კრიმინალი მოვიდეს, ეს უკვე კრიმინალია. ეს არის ყველაზე დიდი დამღუპველი ნებისმიერი საზოგადოების. ცად ეძებთ მტერს? რატო ეძებთ მას თქვენი საზღვრების გარეთ? ჩვენი საზოგადოების მტერი დღეს ხელისუფლებაშია და მის ოპოზიციაში. მე აბსოლუტურად მესმის იმ ახალგაზრდების, რომლებმაც მეტი უბრალოდ არ იციან გააკეთონ ის, რასაც აკეთებენ.
რა უნდა გააკეთონ? მათ მიეცათ იმის საშუალება, რომ ეს გააკეთონ. всё მოხდილი აქვს უკვე ამ ქოთანს თავი. ამ დუღარე ქოთანს მოხდილი აქვს თავი და ეს ვინმემ კი არ მოხადა. უბრალოდ ჩვეულებრივი პროცესია, როდესაც დაადგა ქვაფს ცეცხლზე, დაიწყება მოვლენები, დუხს და მე ამონგდები ძალა უკეთებს ორთქლს მიყავს ელმავალი. არათუ ქვაბის სარქველს ხდის ხალხო. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს და ამას ვერავინ ვეღარ გააჩერებს. მაგრამ მედროვეთა ინსტიტუტი ბრჭყალებში, იმიტომ რომ ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ქვეყანაში უსაქმურთა, მედროვეთა და მოღალატეთა ინსტიტუტი. როგორიც არის რესპუბლიკური ბრჭყალებში პარტია, ესეთ ძალას პარტია როგორ შეიძლება დაუძახო, რომლებიც წლების მანძილზე იბრალებენ ქვეყნის პატრიოტის, ინტელექტუალობას, აგერ საჯარო ბიბლიოთეკის უფროსად დასვეს მერაბ ბერძენიშვილი და ამას გონია თუ ჰომეროსზე წაიკითხავს ლექციას, აქეთ ილიადას შეეხება, იქეთ ჯორჯ ორუელს შეეხება, იქეთ დოსტოევსკის შეეხება, იქეთ ციტირებას გააკეთებს რაღაცის თან არასწორად და თან უნიჭოდ, ასეთ ლიბიდურ ქაოსში ციტირებებით მსოფლიო კლასიკის შეიქმნის იმიჯს, რომ ის ყველაფრის მცოდნეა. ესე არ არის. აბსოლუტურად ესე არ არის, იმიტომ რომ საქართველო არის კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძის ქვეყანა. და ძალიან რთულია რა, როდესაც შენ უახლოეს ისტორიაში ესეთი ადამიანები ყავდა, რომლებმაც კულტურა და მეცნიერება შექმნეს, თუნდაც ივანე ჯავახიშვილი. რატო უნდა უსმინო გუბასა ნიკიძეს, როცა არსებობს ივანე ჯავახიშვილი. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ სისწორის დანახვა არის ჩვენი ვალდებულება. ჩვენ მოგვივიდა ადამიანები, გამოწვრთნილები, არა იმაში დაიცვა ეროვნული ინტერესი და ღირებულება, არამედ ჩუმად, ფარისევლურად მოგვპარვა ძალაუფლება და აღმოჩენილები იმ სათავეში გაგვიკეთონ ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ოდესმე ნებისმიერ ერთს და ადამიანთა ჯგუფს დამართო. ეს არის პრობლემა. აქ მდგომარეობს უბედურება. მე ყველას ვთხოვ, რომ ვინც უყურებს მოიწონოს და გააზიაროს ეს ვიდეო ბლოგი, იმიტომ რომ ჩემი სურვილი არის ბევრმა ნახოს ეს ყველაფერი. ეს ხდება რეალობაში. თორე ძალიან მარტივი არის აღქმა იმისი, რომ როდესაც ადამიანს დენთის შუშხუნას ესვრი, დენთის შუშხუნას როცა ესვრი, მნიშვნელობა არა აქვს იქ რობოკოპი დგას, ვინ დგას, რანაირად დგას, როგორ დგას რა. იქ ორი კატეგორია დგას. და ვემიჯნები აბსოლუტურად ყველას ის გამოქვეყნებას ვემიჯნები. განა იმიტომ რომ ღირსი არ არის. ვინმე, ვინც ხალხს ურტყამს იმის სახელი იცოდეს საზოგადოება. ეს არის სიცრუე. ეს კიდევ ერთი სიცრუეა. თქვენ არავინ არ გეუბნებათ რეალობაში მის სახელს და გვარს. თუ ვინ ურტყამს ამ ბავშვებს. მაგაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებ. გამოაქვეყნეს ახლა ეს სია იმ კატეგორიის, რომელიც საერთოდ უბრალოდ როგორი ადამიანები არიან, იცი? რომლებსაც აქვთ კრედიტები, რომლებსაც აქვთ ნულოვანი განათლება, რომლებიც ვიღაცა პროფესიონალის მაგივრად მიიყვანეს ქუჩაში არის კუნთმაგარი სპორტსმენებს ეძებდნენ დარბაზში, ისეთები არიან სპეცნაზში მიყვანილები. რომლებსაც არ აქვთ მიცემული სახელმწიფოებრივი განათლება. სახელმწიფოებრივი განათლება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, ისე თავდაცვის სამინისტროს ორგანოებში, ისე უშიშროების სამსახურებში ეს უნდა ტარდებოდეს, არა როგორც ჩვეულებრივი ლექცია, არამედ როგორც საბრძოლო მომზადების საგანი. და როდესაც ჯარისკაცს არა აქვს იდეა, ის არის ჩვეულებრივი მონა და მკვლელი. მე თქვენ ნაზლებს დაგიდებთ ნებისმიერს, ავე მეტი რა გითხრათ. არც ერთ მათგანს, ვინც იქ დგას, სახელმწიფოებრივი მომზადების საგანი, ნასწავლი არ აქვს. არათუ ჩაბარებული. ეს არის საბრძოლო მომზადების საგანი, რომელსაც ძალოვან უწყებებში უკავია საბრძოლო სულისკვეთების ყველაზე მთავარი არს. რას ნიშნავს გაზრდილი ჯარისკაცი? გაზრდილი ჯარისკაცი ნიშნავს იმას, რომ მას აქვს უნარი ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღების. აქვს ცოდნა, ის შეიარაღებულია თავისი კონსტიტუციური უფლებებით. მას ვერავინ ვერ მოატყუებს. ის არ შეასრულებს უფროსის დანაშაულებრივ ბრძანებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ესეთი პროფესიონალები ჭირდებათ ძალოვან უწყებებში? გლობალურად ვამბობ ამ ყველაფერს. არ ჭირდებათ.
მათთვის ეს პრობლემა და უყურებ მე ამ პროფესიონალებს, რომლებიც არიან მაგალითად სამთო მომზადების ინსტრუქტორები. პროფესიონალები, რომლებსაც ნებისმიერი ქვეყანა ეძებს, რომლებსაც ნაშრომები აქვს დაწერილი, ხალხო 12-13 წიგნი აქვს ამ ასეთი ვიწრო სპეციალობებისთვის მიძღვნილი. პოლონეთში მუშაობენ, ვიღაცას ჯიბირს უკეთებენ, თურქეთში ვიღაცას ჩაის უკრეფენ. კარგ შემთხვევაში კონგოში არიან წასული და იმათ ჯარში ავიაციაში მსახურობენ. ჩვენ ხო ავიაცია დავანგრიეთ, ხო ჩვენმა მოვლენებმა რომ ჩვენ ავიაცია არ გვჭირდება. აგერა რაჭაში დატრიალებულმა ტრაგედია მაგალითად თელიერი რომ უგათხოვოთ. რომ თურმე ჩვენ არ გვყავდა ისეთი მფრინავები და ისეთი საშუალებები, რომლებსაც ღამის პერიოდში და ამ დღის დეკადაში მუშაობა არ შეეძლო. რა მნიშვნელობა აქვს ხალხში მოკლა, დუბინკას დაარტყამ თავში თუ გაჭირვებაში ჭაობში ჩაახრჩო. ჩვენ თუ არა გვყავს ისეთი სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც შეუძლია ფორსმაჟორულ ვითარებაში სირთულეები გადალახოს. მაშველთა სამსახურები, მაგარი ბიჭები არიან, ისინი ყველაფერს აკეთებენ. კალაძეს დაინახავთ ვალინკებში. ტალახში ექნება ხელები დასრულდა დაუკარეთ ტაში. როგორ შეგიძლიათ თქვენ ეს ხალხი ლანძღოთ? საკუთარ მოღალატეობრივ ქმედებას ისინი ძალიან ბილწი პროპაგანდით მფარველობენ. და თქვენ გიკვირთ, რომ ხელი გხვდებათ აქციებზე? რატო გიკვირთ? როდესაც ვიძახოდი 2019 წელს, მოხდა ენით გაუგებარი ფაქტი. ბავშვები აწამეს სამხედრო ბაზაზე. ბავშვების წამება მოხდა შეერაღებული ძალების ეგრეთ წოდებული ოფიცრის მიერ და ეს დამალა მთელმა სისტემამ თინა ხიდაშელის ჩათვლით. ვინც ხმა ამოვიღეთ ამის წინააღმდეგ ის გამოგვიშვეს სამსახურიდან, დღეს აგერა ვართ საფრანგეთში. პოლიტიკურ დევნილებად. სისტემაში ესენი დარჩნენ. ხიდაშელი კი გაანთავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან, მაგრამ აი მაგალითად ის ირაკლი შეიშმელაშვილი ურია უსამშობლო ურია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ებრაელიერი და პატივცემ ებრაელ ხალხს და აი თუნდაც რა გააკეთა, იცი? იმხელა აღიარებების და იმხელა ფაქტების დადების შემდეგ რაც ამ ბავშვების წამება შეეხო, გამოვიტანე მთელი მასალებით პროკურატურა ავავსე, ვიდეო მასალები მივიტანე პროკურატურაში. გამოიყვანეს თავდაცვის სამინისტროდან, შეიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. და სხვას როდესაც აგდებენ თავდაცვის სამინისტროდან, პირდაპირ იძულებულია ემიგრაციაში გაიქცეს. და ეს ნაბიჯვარი ურია გამოიყვანეს იქ და შეიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბავშვების მწამებლის პირველი მფარველი და ჩვენი პოლიტიკური მდევნელი ხიდაშელის მარჯვენა ხელი. და იმან რა გააკეთა, იცი მერე? ისრაელის დროშა დააწვევია ირანის აგენტურას და ამაში ფული აიღო. ამას ის ფესვიც არ უყვარს ის განწარმოდგება. მე ბევრჯერ მივმართე ებრაელებს, რომ ფრთხილად იყავით აი ესეთი ნაბოზურები რო ყავთ. და მე არ მიკვეს თუ ის ჩვეულებრივ ქართულის ხელს დაარტყავს, კაცო. მე რა უნდა მიკვირდეს, ეხლა ვკითხულობ ამ სიას და უფროსი ლეიტენანტი ეს, უცროსი ლეიტენანტი ის, კაპრალი ის, როდის იყო თქვენ ბრიყვებო, რომ კაპრალი და ლეიტენანტი ვიღაცას თავისი ინიციატივით ჯოხს უთხრამდა ქუჩაში. აი ეს ნაბოზვარი დაგეგმარების და ოპერატიული სამმართველოს უფროსად როზის. ტიპმა, რომელმაც ირაკლი შაიშმელაშვილზე მაქვს ლაპარაკი. ერთი შაიშმელაშვილი თავდაცვის სამინისტროში იყო და იმავსკენი, რა ქვია, გამოვაგდე იქიდან. დედა უტირე. მომეცა იმის საშუალება ებრაელებისთვის მიმეცა ინფორმაცია თუ რაზეებს აკეთებდა ეს და იმათმა მოსწეს თვითონ. და მადლობელი ვარ, მინდა მოუხადო მაგათ მადლობა, იმიტომ რომ ესეთი ნაძირალა ჩვენს ურთიერთძმობას არ ყოფს და აფუჭებს. ეს ამას ინარჩუნებენ ბოლომდე. იმიტომ ეს არის ფიზიკური შემსრულებელი, დებილი და აი ვინ არის ყველაფრის თავში? ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდიდან ვის მიდის ადამიანების ცემის დავალება. მასზე მიდის ყველაფერი. ამის თავში დგას ირაკლა შეიშმელაშვილი. შაიშმელა. ზედმეტ სახელად. კაცი რომელიც სამწყობრო მოედანზე ჯარისკაცებმა გალახეს ოფიცერს, რომელსაც
ტანზე ხებეს შემოახევენ და ცემენ ჯარისკაცის დედის შეურაცხყოფისთვის ხო. აი ესეთი კაცი მართავდა ჯარს, იყო შტაბის უფროსი. ესეთი ავტორიტეტის კაცი და ესეთი კაცი მართავს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დაგეგმარების ქვედანაყოფს. ჩვენ ვართ სრულ ნეხში, ჩვენ ვერაფერი ვერ გვიშველის. გულახდილად გეკეთ. თქვენ გეშინიათ იმ ადამიანების, რომლებიც ნიღბებშია, თქვენ მართლა ამის გეშინიათ და რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვინც თქვენ ნიღბებს რეალობაში არ განახებთ. თქვენ ვერასოდეს ვერ ცნობთ მათ სახეებზე. რა გინდათ ბიჭო იმ ხარება ვიღაცა გამოსირებული რო არის ის ჯერ შეხედეთ აბიტუსზე რა ვიცი თუ გაქვთ შეიძლება ცოდნა არ გქონდეთ სამხედრო და განათლება და ტაქტიკური მაგრამ ადამიანი როდესაც მეტყველებს თქვენ მართლა გგონიათ რომ ადამიანი რომელიც მეტყველებს იმ ენით როგორც ეს ეგრეთ წოდებული ხარება მეტყველებს ბოდიში მასთან თუნდაც იმიტომ რომ აი ეს ზედმეტ სახელით მოიხსენებ კარგად იცი მის სახელით რა გვარი მაგრამ თქვენ ხო ასე იცნობთ ხო გითხრეს რომ ასე უნდა დაგაჯერონ რა გინდათ ამ კაცთან თქვენ მართლა გგონიათ რომ ამ იდიოტმა მისი საქმე იცის რასაც აკეთებს თქვენ მართლა ესეთი დაბალი წარმოდგენა გაქვთ შეერაღებული ძალების პროფესიონალებზე თქვენ გინახიათ ნამდვილი სამხედროები ვინ არიან რა ლოგიკა აქვს რა უნარი აქვს რა მეტყველების დიაპაზონი აქვს როგორი სამეთაურო ხელოვნების მცოდნეები არიან ისინი კი მე გეტყვით ერთი პოლონეთში აგერ წასული ვიღაცის ღობებს აკეთებს მეორე ისრაელში იყო წასული და ვიღაცის სახაცა ფაბრიკაში ჩუმად მუშაობდა და მოიყვანეს ეს იდიოტი დასვეს და უთხრეს უნდა ურტყამ გამოსირებულებს თავში რასაც გეტყვით ეს შაიშმელაშვილი შენთვის უნდა დაიყვანო გარკვეული სუბორდინაციის ღერძია შენარჩუნებული გაფუჭებული ტელეფონი დამანთქვა იმას დაარტყი იმას მოეფერმე და ესე ხდება თქვენ გგონიათ ეხლა რომ იმ აქციებზე ჯერ მე რო უყურებ ამას რა შეიკუჭნენ რაღაცა მერიოდში ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია და ეს იმას დუტის კურტკაში გადაცმული გამოყლებებული ვიღაცა დარბის აქედან და გამანებე თავი ოპერატიული თანამშრომელი ვარ დაიღუპა იქ საქმე დაიღუპა იქ ოპერატიული სამსახური ამან წარმოდგენა არ იცის ამან არ იცის რას ნიშნავს ოპერატიული ხელოვნება არ იცის საერთოდ გინდა შეერაღებულ ძალებში გინდა საომარ ვითარებაში გინდა ოპერატიულ სამძებრო ქმედებებში ოპერატიული პერსონა ნიშნავს ის კონფიდენციალურ პერსონას რომ მისი უნარი იმაში მდგომარეობს ჩასაფრების უნარი მისი ხედვის უნარი მისი სტრატეგიული გათვლის უნარი რომ ის ვერავინ ვერ შეინიშნოს ის ვერავინ ვერ შეამჩნიოს ის არავინ არ უნდა შეამჩნიოს და როდესაც ის თვითონ ამბობს რომ მე ოპერატიული თანამშრომელი ვარ აი ესე მაპატიეთ აი ესე რომ დგება იქ სახელმწიფო მოკვდა მაპატიეთ რა მე ამას სხვა მე უყურებ ამას და ძალიან განვიცდი რომ სახელმწიფო არის დანგრეული თუ არა იმას კი არ განვიცდი ვიღაცა ჟურნალისტმა ვიღაცა ტიპს რო პირში ის ჩათხარა რა ეგენი კიდე ცალკე პრობლემა არის და ვინ მოვიდნენ იქ ვინ დადგნენ როდესაც პროფესიონალები გაყარეს იმ უკრაინაში კი ბევრი არასწორად არის წასული და ფულის გულისთვის წასულია და ომობს და რაც გინდა ის დაარქვი ბევრი შპანაა წასული მაგრამ რო არაფერი არ დაჭა კაცმეტი წავიდა და იმით იშოულობს მთელი ცხოვრება და მთელი ისტორია საქართველოს ისტორია კაცი იბრძვის გინდა ავღანეთში გინდა ინდოეთში გინდა კიდე იქ და კიდე იქ ეს არის ჩვენი ისტორია როგორ გინდა კაც დაენდურო იმის გულისთვის რომ არასწორად ქვეყანაში მოექცნენ და წავიდა და იქ უკრაინაში ტყვიას ისვრის პრობლემა რაში მდგომარეობს იცი იქედან ვინც ემზადება ხალხისთვის ტყვის ასრულებლად მაგი კიდე განსჯის ცალკე თემა არის აქაც პროპაგანდა მუშაობს ძალიან ცუდ მე გული მტკივა ხალხო იმიტომ რომ თქვენ არასწორი აღქმა გაქვთ სახელმწიფოებრივი ამ ყველაფრის მიმართ არასწორი შეხედულებები გაქვთ თქვენ ამ ყველაფრის მიმართ კარფური კი ღმერთმა გაუმარჯოს ძალიან კარგი ფირმა ხშირად დავდივარ ვაჭრობ და კმაყოფილი ვარ ხარისხი მაღალი აქვს როგორც მომხმარებლის დონეზე მაგრამ კარფურის დაცვის თანამშრომელი რო დადგება უშიშროებაში მოთვალთვალეთ და იტყვის რომ ოპერატიული თანამშრომელია მე ასე ანუ დაიფხატავს რაღაცა გამოსირებული მას თავს არც ნიღაბი რო არ არის და არც ის რო არ არის იქ დასრულდა სახელმწიფო იქ აღარ არის სახელმწიფო იქ ძალოვანი უწყება მკვდარია
მე ვლაპარაკობ ამას, იმიტომ რომ მე პროფესიონალები მზდიდნენ. წლები გავიდა სამშობლოს სამსახურში, წლები გამივიდა. მე იმას არ ვამბობ, რომ ჩემი დამსახურებით რაღაცა სასწაული შევძელი, მაგრამ მე რაც შევძელი, ის შევძელი. იმან რა თქვას, ვინც ჩემზე მეტი შეძლო. რა შვაშია დამსახურება არ მინდა. ყველას ყველაფერი უნდა. სახელმწიფო იგება პატივისცემაზე და დამსახურებაზე. სამხედრო სკოლა 2 წელიწადი. შემდეგ სამხედრო კათედრა 1 წელიწადი, შემდეგ სამხედრო აკადემია, შემდეგ ჯარი, რეგულარული არმია. მერე ომი, მერე ისევ ჯარი, მერე ისევ ახალაიას გამოგდება ჯარიდან, მერე ისევ დაბრუნება ქოცების დროს, მერე ისევ გამოგდება. და გავიდა ამ ყველაფერში 10 წელი. გავიდა ამ ყველაფერში. დრო გავიდა ამ ყველაფერში. გარკვეული რაღაცა ჩემი თვალით ვნახე, ის სწორი, არასწორი, მაგრამ ასეთი არასწორი დღეს რო ხდება, მე არ მინახია, ჩემო კარგებო. არ მინახია იმ დედამოწყნული სააკაშვილის დროსაც, სანამდე დაიწყებდა ის რა, პროფესიონალი კადრების დევნა შეიარაღებული ძალებიდან, ეგენი ერთი სისტემით მიდიან რა. სანამდე ისინი იყვნენ იქ, ხო? იმათმა შეძლეს შეიარაღებული ძალებისთვის რაღაცა სწორი გზის კვალი ენახებიათ. სანამდე უკვე მეთაურების ოთახებში გაჩნდა ფული, სეიფებში, სანამდე პოლიტიზირება წავიდა ძალოვანი უწყებების და რო წავიდა იქედან პოლიტიზირება ძალოვანი უწყებების, დღემდე მოდის და არის და არის. რა უნდა ხა, რას ელოდებით თქვენ დავდგები აქვე და შეფასებებს გავაკეთებ პეტრე კოლხის ქალიშვილი როგორ ეზასავება იმაზე ქუდ მიღებ ჩამოფხატულ სავალდებულო სამსახურის ბიჭებს და თქვენ გგონიათ ამის შეფასება ეხლა რელევანტური იქნება აქ? ჩემი თხოვნა ეგრემა ბევრმა მოიწონოს ეს ვიდეო ლაივი და გადააზიაროს რომ ბევრმა ნახოთ აქ რა ხდება. მე პრობლემად მიმაჩნია ის, კიდევ ერთხელ გავიმეორე და ვთქვი, რომ შექმნა კრიმინალი და მერე მის წინააღმდეგ ჩაიდინო უფრო დიდი კრიმინალი, კიდევ ვიმეორებ იმის შიშით, რომ იმაზე დიდი კრიმინალი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ვიდრე შენ მის წინააღმდეგ ჩაიდინე. დანაშაული არ იკურნება. უყურებ ამ ახალგაზრდებს, მართლა უყურებ იქ გულანთებულ ბიჭებს უყურებ რა. არ უნდათ მისი ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის ტუალეტი რო იყოს რა. არ უნდათ. მაგრამ რა არის, იცით? რა მოხდა? როგორც კი ამ ბიჭებმა და ამ გოგოებმა თავისი გასაკეთებელი გააკეთეს, ძალა გამოავლინეს რა. დაუმორჩილებლობის ძალა. ეგრევე გამოჩნდა ხიდაშელი, თინა ხიდაშელი, ბიძინა ივანიშვილის თავდაცვის მინისტრი ყოფილი, რომელმაც ძირს დასცა შეიარაღებული ძალები, რომელიც არის სახე ბავშვების წამების და ფარვის, რომელმაც გააყალბა არჩევნები კახეთში, მისი მოგვარის სასარგებლოდ 1000 კაცამდე შეიარაღებული ქვედანაყოფი გადაისროლა იმ დღეს, იმიტომ რომ ხელი და მიეცა პირდაპირ დავალება, რომ ის მოეხაზათ, რომ ის გასულიყო პარლამენტში მისი მოგვარი. და ესეთი ნაბოძვარი, რომელმაც ელასტიკზე სამხედრო ფორმა მოიცვა და ვაზიანში შეიარაღებულ ძალებს წინ დაუდგა ბიკინით. ნაძირალა სინკარების ქურდ გენერალური შტაბის უფროსად დასმულ ვირთხასთან, კაპანაძესთან ერთად. და როგორც კი ეს ბავშვები გაჩუმდნენ, დაიღალნენ ამ ბრძოლაში, ეგრევე მოინდომა მათ სისხლში გაცურავება და პირველ არხზეო მოდიო, აგერ საზმაუზეო და კობახიძეს შეუთვალა იქეთო დებატებს გაგიმართავთო, ეს ჯანელიძე მე არ ვიცი ვინ არის ეს გამოყლევებული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიღაცა თავდაცვის საგარეო საქმეთა მინისტრად იჯდა ეს ტიპი და არამკითხე მოამბე მოღალატე ეს ციხეში უნდა იჯდეს. ახლა
ერთადერთი რაღაცა რაც მახსოვს რაც გააკეთა, როდესაც ამერიკა ბომბავდა სირიას, გამოვიდა და კიდე ღრმად დაბომბე თუ ასე დაიძახა და მეორე დღეს გადაიტანეს ეს სირიელებმა და მოგწონს არ მოგწონს იქ ლეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენს ბაშარ ასადი, გამოვიდა და აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება გამოაცხადა. როგორ უნდა მოგეწონოს ეს? აი რა გააკეთა ამ ჯანელიძე. აქეთ არჩევნების გამყალბებელი ნაბოძვარი ხიდაშენი. აქეთ სერიოზული დესტრუქტანტი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მტერი ნაბოძვარი ჯანელიძე უნდა დამჯდარიყვნენ კობახიძესთან პუტჩისტის შვილთან და ამ ბიჭების და გოგოების სისხლით უნდა ევაჭრათ ხალხო. მადლობელი ვარ იმ კაცის ვინც თქვა რომ ვინ ჩემი ყლია ხიდაშელი საერთოდ რა. ახალგაზრდა ბიჭის სამწუხაროდ იმანაც ნიღაბში, იმიტომ რომ ნიღბის გარეშე მაგერ უეთქოთ მოსპობდნენ, დარწმუნებული ვარ. როგორ შენ იბრძოლე, შენ მეტი არაფერი არ გინდა, შენ მიდი შეაკუდი იმ სპეცნას, იმ ვიღაცა კაპრალს, იმ იდიოტს ვიღაცას ქვევით. За тебя думаю, тебе думать не надо. როგორც რუსული გამოთქმაა რა. За тебя думают. აი ეს გამოვა ხიდაშელი, ხიდაშელი ილაპარაკებს შენაგივრად. ხიდაშელი დაგიცავს. ხიდაშელი რომელიც და უსუფაშვილი რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე იყო წლების მანძილზე, სანამ ხაზარაძის ვირთხა გახდებოდა თბილბუნაკში და რომლებიც მის შვილებს სამშობლოს სიყვარულს არ ასწავლიან. სამშობლოს სიყვარულს არ ასწავლიან. და თავგანწირვა სამშობლოსთვის არ ასწავლიან. და რომლებიც საკუთარ შვილებს ეუბნებიან, რომ პატრიოტიზმი კრიმინალია. რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება აქვს თვით გამორკვევის. მე ვლაპარაკობ ამას, მე გული მტკივა ამას. და მე რა მოხდა? ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი ფორა. იმიტომ რომ როდესაც ესეთი ადამიანები მას უდგებიან წინ, ისინი იტყვიან რა პრობლემა არის? დიალოგი ნებისმიერ დროს სადაც გინდა და გააკეთა კობახიძე მიკეთან განცხადება. აქედან მეწამოვალი იქიდან პაპუაშვილი და მოდი დავჭირდეს და ეგრევე შეახსენებდა პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმ არაოფიციალურად გავრცელებულ ტერორს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე რო უდევთ ბავშვების წამების შესახებ შენ იყავ თავდაცვის მინისტრი მაშინ ეს ფაქტი რომ მოხდაო და შენი გულისთვის ეგერ ნემსაძე პოლიტიკურ დევნილაძის საფრანგეთშიო და იქიდან გვითხრავს დიდი სტრაფს. ამას ოფიციალურად დაუდევდა წინ რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობ. და რა კავშირია ხიდაშელს იმ ბავშვების სისხლთან? იცით რამდენიმე შეახსენებდა ამათ? იმიტომ რომ არსებობს ლისტი, სადაც ამათი ცოდვები აქვს ხელზე. მათ ხელში მყოფ ხელისუფლებას. მე ამის შესახებ ძალიან ღრმა ინფორმაცია მივაწოდე იმ ახალგაზრდებს და ხიდაშენს დიდი სტრატი აგინეს პირში, ისე როგორც ანადოლიძეს, გადამალული როა, ისე როგორც უსუფაშვილს. და ხიდაშელი ვეღარ მივიდა და ანონსებულ ეგრეთ წოდებულ ეთერში საზმაურს. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები ნახულობენ თავის თავს საქართველოში. ახალგაზრდები ნახულობენ იმის უნარს, რომ საკუთარი სისხლით ვიღაცა არ ავაჭრო. გამორკვევა მიდის ლიბიდურ ქაოსში ჩაძირული ცნობიერების. და ამას უნდა მოყვეს ის, რომ ქართული ოცნება უნდა დადგეს ამ ხალხის პირდაპირ, მხოლოდ ამ ხალხის პირდაპირ. და ქართული ოცნება იქ აუცილებლად დამარცხდება. ქართულ ოცნებას არაფერი არ აქვს საპირწონე ახალგაზრდებთან მიმართებაში. თქვენ ვერ ნახავთ ხიდაშელის შვილს, თქვენ ვერ ნახავთ უსუფაშვილის შვილს, თქვენ ვერ ნახავთ გახარიაშვილს, თქვენ ვერ ნახავთ გვარამიაშვილს, თქვენ ვერ ნახავთ იმის ჭიჭეს შვილს, თქვენ ვერ ნახავთ ხოშტარიაშვილს იქ. ამათ შვილებს თქვენ ვერცაც ვერ ნახავთ იქ, მაგრამ ამათ შვილებს ნახავთ თქვენ უცხოეთში წარმატებულ სასწავლებლებში,
არა, განა ისე კი არა, რომ იქ უფასოდ მოხდნენ, ამის ფასს სახელმწიფო იხდის. სახელმწიფო, რომელიც გაძარცვეს. სახელმწიფო, რომელმაც წააგო ბრძოლა დემოკრატიასთან, საზოგადოების ინტერესთან. აი აქ არის მთელი უბედურება. რამდენადაც უნდა მოვაყოლო შეფასება. აქ ამ მოვლენებს თავისი გვერდითი სახეები და აქ ამ მოვლენებს თავისი უკუ პროცესები. აი მე გულახდილად გეტყვით თქვენ ერთ პატარა ფაქტს. და ეს პატარა ფაქტი რაში მდგომარეობს? ჰიბრიდული ელემენტები აქვს. ნაციონალური მოძრაობა სკოლებში დარბის მეგაფონით და ცდილობს, რომ ბავშვების პროვოცირება მოახდინოს. სად არის პროკურატურა? რას ქვია? ტიპი ყვირი სკოლაში გამოდით, მიატოვეთ სწავლა, თქვენაირები უკვე დიდი ხანია ბათუმში, ქუთაისში ჩაერთნენ ამ პროცესებში უკაცრავად. მე ვერ უყურებ ასეთი ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის ნორმებს გატარებულს. პირიქით ბატონო. თავდაცვის სამინისტროს ტოვებს აი ამათი მომზადებული აგენტურა პროვოკაციულად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ტოვებს ამათი მომზადებული აგენტურა, რამოდენიმე ოფიცერი მიირბის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამათ დემოკრატიის და ქვეყნის ბედი აწუხებთ, არა, მათ მიიღეს დავალება, რომ ეს უნდა გააკეთონ, რომ მუხტიაციონ სამოქალაქო ზევი. და კოცებს გამოაქვთ ვიდეო, სადაც ეგრეთ წოდებულია ტიპები ვიღაცა ნაცები. ამბობენ, რომ ახლა კაია და ჩაიწიაო ამ წნევამ უნდა სისხლი გჭირდება, სისხლიო საკრალური სისხლი უნდათ, რომ მოვლენები ააგდონ ისევ ზევით. ძალიან მარტივად გეტყვით რა. განსაკუთრებით საგარეო უწყების თანამშრომლები, ეს არის გასამხედროებული სტრუქტურა. საგარეო დაზვერვის უწყება ყოველთვის მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვეშ. ყოველთვის სხვა ქვეყნის წარმომადგენელი და სხვა ქვეყნის პირი შენს ქვეყანაში საელჩოში 95% არის იმ ქვეყნის საგარეო დაზვერვის თანამშრომელი. ის ექვემდებარება საგარეო დაზვერვის დოქტრინას. ის გასამხედროებული პირია. და გაჭირვების დროს, როდესაც ქვეყანას უჭირს, გამორბის ვიღაცა. და ყვირის მე მივატოვე ჩემი პოსტი. ეს რას გავს, იცი, ომის დროს ქვედანაყოფმა რომ მოხსნას თავისი პოსტი და უფლება მისცეს მოწინააღმდეგე ძალას შენი შეერაღებული ერთეულის ზურგში დარტყმის. აი ამას ნიშნავს ეს ამათი ქმედება. მაგრამ პასუხს ვინ გასცემს? ვერავინ ამათ პასუხს ვერ გასცემს. მე დიდი ხანი ვიძახოდი, რომ ქვეყანაში საჭიროა ტრიბუნალი, სამხედრო ტრიბუნალი. თქვენ ვერ ნახავთ წარმატებულ ქვეყანას, აი საფრანგეთში აიღეთ. არ მოგწონთ რუსეთი, მაგრამ აიღეთ ამერიკა, აიღეთ ის ხომ მოგწონთ. ევროპის წარმატებული სახელმწიფოები აიღეთ. ყველგან არის სამხედრო ტრიბუნალი, სამხედრო პროკურატურა. ამ ხალხს უნდა ასამართლებდეს სამხედრო ტრიბუნალი და სამხედრო პროკურატურა. კანონმდებლობა საქართველოში არის მკვდარი. დანგრეული ის უბრალოდ არ არსებობს. აი ეს არის, აქ მეტი არაფერი არ არის. ნუ შეიქმნით იმის ილუზიებს, ვინმე მოვა და გადაგარჩენთ. არავინ ასად არ მოვა და არ გადაგარჩენთ. აი ესეთი ადამიანების წიხლი გვხვდება თქვენ და თქვენ შვილებს. და კოცების მიერ გავრცელებული ვიდეო, კი ნაცებში ბევრი მოიპოვება 2-3 გვამის ავტორი, რა თქმა უნდა. მოიპოვება, მაგრამ ეს ვიდეო იმდენად პროვოკაციულად იქნა გავრცელებული. ეს არ არის გათვლილი ეს ვიდეო ახალგაზრდა თაობისთვის, რომლებიც იქ დადის. ეს მათი მშობლებისთვის არის გათვლილი, არ გამოუშვათ თქვენი შვილები თუ არა შეიძლება მოკლან. და ამ დროს ქართული ოცნება თავისი პოლიტიკით ათასობით ადამიანს კლავს და 10,000 თავისი პოლიტიკით ათასობით ადამიანს კლავს და 10,000 ახალგაზრდის მომავალს პოპს.
სადამ ყავს მე სახელმწიფო ესეთი ვიდეო თუ გამოჩნდა, ესეთი მასალები თუ არის, ესე თუ იდება, სად არის გამოძიება მყისიერი? რას ნიშნავს ჯერ აი ესეთი დაკავება გვარამიას? რაზე არის ეს გათვლილი? რა ამათ არ შეეძლოთ გვარამიას აყვანა ჰუმანურ ფორმებში? ესეც რაღაცაზეა გათვლილი, იქ-წნევები რო აწიოს. გვარამიას ხვალ გამოუშვებენ, გვარამიას ვერავინ არ შეეხება. ტრაქსაც გაულოკავენ და ბიუჯეტიდან ფულსაც გადაუხდიან მილიონობით. ესია, ეს სიმართლეა. რა აქამდე არ იცოდნენ პრობლემა რო იყო? მოლოტოვის კოქტეილებს გვესვიან, შუშხუნებს გვესვიან, იმას გვესვიან, ამას გვესვიან. ბიჭო, ხის ძირას რომ მივაფსი, ისიც გეწერათ უშიშროების ცნობაში. იმათ ვამბობ, რა ქვია ამას, ფიგურალურად თორე. ვისა დაურეკე, როგორ დაურეკე, რანაირად დაურეკე. ის არ იცით თქვენ რუსთაველის მოედანზე, მაგის დედავაკირე ლოგინებში უხდებოდით ხაზს და ვინ რა პოზაში ათავებდა, იმას ასახავდით თქვენს ეგრეთ წოდებულ კრეზის მაპატია, განსაკუთრებით ქალებმა და ბავშვებმა, მაგრამ მე მინდა დავარქვა ყველაფერს თავის სახელიდან, ვისაც არ გინდათ ნუ მოусვეთ რა. და ის არ იცით პიტარდი ვინ გამოიყენა იმაზე, რა ქვია? სახლებზე დაადგებოდით ყველა ამ ადამიანს. კაპეზები გადავსებულია დედა რა მოხდა ივანიშვილის პადვალს გამოიყენებენ ხალხის ჩასაყრელად ვერ დაჭირდება. საქართველოს შეერაღებული ძალები რატომ საქართველოს შეერაღებული ძალები რატომ არიან ჩუმად ამ უსამართლობაში? მე არ ვიცი როგორ მოგმართოთ. აგიხსენით, ჯერ ერთი იქ პატრიოტიზმის დეფიციტია, მე პირდაპირ გეტყვით ამას. ერთეულებს, ვისაც რამე შეუძლიათ, მათ არ აქვთ ძალაუფლება. დაარსებობს კიდე მთავარი. არავითარ შემთხვევაში საქართველოს შეერაღებული ძალების გამოყენება ამ პროცესების რეგულარიზაციისთვის არ შეიძლება. საქართველოს შეერაღებულ ძალებს აქ მკაფიო ამოცანა საგარეო აგრესიასთან მიმართებაში. საქართველოს შეერაღებული ძალების შიდა კონფლიქტში გამოყენება ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება. მაგრამ საქართველოს შეერაღებულ ძალებში კრიმინალის ჩამდენი ნაძირალა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში კი გიკეთებთ კრიმინალს. ეს ურია ირაკლი შეიშმელაშვილი. აი ეს არის სიმართლე, რასაც გეუბნებით მე თქვენ. თქვენ ახლა გინდა მიიღებთ, გინდა ნუ მიიღებთ ამას. რაც ცადა საქართველოს პრეზიდენტი, ზოგადად ეს მოვლენა, ეს არის ძალიან პრობლემატური მოვლენა და ჩვენი სახელმწიფოსთვის უდიდესი ტკივილი. ამ ქალმა შეძლო ყველაფრის გაფუჭება, რაც გააფუჭა, მაგრამ თქვენ არ დაგავიწყდეთ ხალხო, მისი პრეისტორია როგორ მოვიდა, ესა ქართული ენის არ მწოდე. აი ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, ნებისმიერი პირისთვის, ვინც ძალოვან უწყებებშია და ვისთვისაც კონსტიტუციურად ის არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის შეურაცხყოფა ზურაბიშვილის ქართულით ბრძანების მიცემა. აი ეს არის პრობლემა. პრობლემა რა არის, იცით? ზურაბიშვილი არის უკონტროლო დებილი, რომელსაც მხოლოდ მართავენ უცხოეთიდან. ზურაბიშვილის პრეზიდენტად დასმა მოხდა არაკონსტიტუციურად და ზურაბიშვილი არის დასაჭერი. მარტო იმიტომ, რომ მან მოახდინა საკუთარი ძალოვანი უწყების დისკრედიტაცია საერთაშორისო საზოგადოებაში, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მან შეურაცხყოფა მიაყენა არაერთ გზის შეერაღებულ ძალებს და ის გამოიყენა პოლიტიკურ პოლიგონად საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მისი ავტორიტეტი საქართველოში დამიჯერებ 0.1%-იც არ არის. ეს არის მწარე რეალობა. მას როგორ მოვიდა ის ხელისუფლებაში, როგორ მოვიდა? აი ესე ბიძინა ივანიშვილით მოვიდა. დრაკონს არავინ არ ჭრის კუც იმისთვის რომ მოკლას. დრაკონს ურტყავენ გულში ან თავში, უფრო თავში. ეს თავი არის ბიძინა ივანიშვილი და გული არის ბიძინა ივანიშვილი ამ ბოროტების. აი ვიღაცა ვიტო სელექტარა, აი მე უპასუხებ ამას, წარმოიდგინეთ ესეთი ანონიმი წერს რატო არ იბრძვის საქართველოში, რატო ხარ უცხოეთში და რო ჭკუას გვარიდი. აი ამას მე რო ჩამოვიდე საქართველოს ტრაპზე
თვითმფრინავის ტრაპზე დამიჭერე. მე არ მეშინია პატიმრობის. მე მეშინია იმისი, რომ ჩემი პატიმრობის შემდეგ ამ საქმეს ასე კარგად არავინ არ გააკეთებს. და კიდევ უაზრო არა ვარ რა. რომ ძალებით ყვილა გავხარჯო. რაც შეეხება ამას, რა ვიცი ახლა რა უნდა ველაპარაკო ამას. მე ეს ათეულობით საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვარ და ასეულობით საპროტესტო აქციის მონაწილე. მე ასეთი ვიღაცის ტყავში დამალული ნაძირლები, რომელიც აი ესეთ კითხვასაც ვერ სვამენ. თავისი სახელით და გვარით სხვა პასუხს ისინი იმსახურებდნენ, მე არ ვიცი. არ ვიცი, ბატონებო, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვდგავართ კულმინაციის წინააღმდეგ, სადაც შეიძლება ნებისმიერ დროს გავარდეს. მე ამ ბლოგის თავში მე ვთქვი, რომ ჩვენ უფლის წყალობით და უფლის მადლით ღმერთი გვიცავს, რომ აქამდე არ მომხდარა ქვეყანაში მსხვერპლი. თუ მოხდება, მე უკვე ძალიან უკონტროლო გახდება ქვეყანა. იძახიან აი სირიული გამოცდილება. ღმერთმა დაგვიფაროს სირიული გამოცდილების. თხოვნა მაქვს ყველამ მოიწონოთ, გამოიწეროთ გვერდი და გააზიაროთ. ამ ვინც მიხურებს ამის თხოვნა. სირიული გამოცდილება, იცით რა არის? სირია იყო ერთ-ერთი წარმატებული და ულამაზესი სახელმწიფო. აი, როგორი სახელმწიფო იყო, იცით, იქ გადიოდნენ სხვათა შორის საქართველოდან ბევრი. და $10,000 დარჩა ჩემ მეგობარს ბაზარში. დაეწივნენ 2 საათის მერე. მიაგნეს და ფული უკან მიუტანეს. და დღეს როგორია სირია? ხოცები ყვირიან, რომ აი ჩვენ ომს გადაგარჩინეთ, ჩვენ ახლაც ომში ვართ. და თუ იმას გვამადლიან, რომ ამ ქვეყანაში ტანკებით უცხო ქვეყნის შეერაღებული ძალები არ არის, სამაგიეროდ თვითონ არიან. და განსხვავება არაფერი არ არის, შენ სხვის ბრძანებას შეასრულებ შენი ხალხის წინააღმდეგ და შენ გადაული ტანკით, მაგრამ შენ სხეულში იქნება შენი მტერი, თუ ამას გააკეთებს შენი მტერი. პრობლემა ამას კიდე ემატება ის, რომ ფალსიფიცირებულია პროცესები. ივანიშვილი არის მეფე, მაგრამ ამავდროულად არ არის მეფე. ძალიან რთულია ნახო შავი კატა ნელოთახში, როდესაც ის არ არის და ჩვენ მას იქ ვეძებთ. ჩვენი სახელმწიფო არის ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში. დაბადიეთ რა ლიტერატურის, მსოფლიო ლიტერატურის, მსოფლიო ისტორიის, საკუთარი ქვეყნის ისტორიის, საკუთარი ქვეყნის მდგომარეობის, ეკონომიკის მდგომარეობის, შეერაღებული ძალების სულისკვეთების და არსის შეცნობის ბალანსი და განსაზღვრა გაძლევს შენი მის უფლებას ნახო შენი ადგილი. ამ მსოფლიო მოვლენების დროსა და სივრცე შენ როცა ამის ანალიზის უნარი არ გაგაჩნია, შენ დაობული ხარ. რაღაცა წერს დიდი სიამოვნებით ვნახავდი თქვენარ პატრიოტებს სახელმწიფო მმართველობაში. ღმერთმა დამიფაროს, ქალბატონო. მე მინახი ადამიანები როგორ ფუჭდებიან ხელისუფლებაში. არასოდეს არ მქონია სურვილი ყოფილიყავი ხელისუფლებაში და მეკეთებები. მე იქ ვიყავი. პოლიტიკური თანამდებობა არ მებარა, რიგითი სამხედრო პირი ვიყავი, რიგითი ოფიცერი, მაგრამ ჩემ პოსტზე ვიყავი. მე იქ ვერ მიგულეს. კი, ჯარი არის სახელმწიფო სამსახურის ყველაზე რთული ფორმა, ხა თქვენ რა გგონიათ, მე რო იქ ვიყო, მე ვინმეს ხელს დავარტყამ აუცილებლობის გარეშე. კი, თუ დაჭირდება დავარტყამ. თუ მე ვიქნები კონსტიტუციურად მართალი დავარტყამ. თუ მე ვიქნები კონსტიტუციურად მართალი მე ვესვრი. მაგრამ იმის გამო რომ ვიღაცამ თავისი პოლიტიკური ტრაკი დადოს დღეს სავარძელზე თბილად, მე არავის არ დავარტყამ. მე არავის არ ვესვრი. რატომ? იმიტომ კი არ გავაკეთებ ამას, რომ დავით ნემსაძეს ეს უნდა რომ გააკეთოს, იმიტომ რომ პული აიღოს საღამოს და შავი პური მიიტანოს სახლში.
მე მექნება სახელმწიფოებრივი განათლება, რომელიც მე მომცემს ცოდნას და ავტორიზაციას ჩემი უფლებამოსილებების გამოყენების შესახებ. ესა პრობლემა. როდესაც მე ვხვდები ინსტრუმენტი ვიღაცის ხელში, მარტო იმიტომ, რომ მას ეს ასე უნდა, მაგრამ კონსტიტუციიდან შორს არის, მე ვხვდები მე საშიში საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის. თორე სახელმწიფოს ყავს სნაიპერთა ჯგუფი, ყავს სპეცმომზადების ჯგუფი, ყავს ანტიტერორისტული ჯგუფი. თქვენ როგორ მართლად მიგაჩნიათ, რომ ავდგეთ ახლა გამოვაქვეყნოთ სნაიპერთა ჯგუფის სია, მათი ოჯახის წევრები. თქვენ იცით რა დამოკიდებულება არის, მადლობთ ყურადღებისთვის, ვინც მიყურებს. რა დამოკიდებულება არის ეგრეთ წოდებული ძალოვანი უწყებებიდან ამ საიდუმლოსიების შესახებ? ჯერ ხო რუსეთის ფედერაციას გადასცა თინახიდაშელის ბჭყალებში მაგარმა ბიჭმა მოლოდინმა მთელი ვეტერანების სია კობა-კობალაძის დახმარებით. მე უფრო არ ეს გეტყვით რა. აბსოლუტური იდიოტიზმი და აბსოლუტური ნიჰილიზმი და აბსოლუტური ინდიფერენტულობა მოღალატეობრივი მიდგომით სახელმწიფო საიდუმლოებათა მიმართ. ეს ინფორმაციები ასე დაფრინავს. აი ძალიან მარტივად გეტყვით რა. ღმერთმა დაგვიფაროს ტერორისტული აქტებისგან. მაგრამ წარმოიდგინეთ ტერორისტი, რომელიც ჩადის კრიმინალურ მოქმედებას და წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის. და არის გარკვეული იდეოლოგიური ჯგუფის წევრი. აყვანილი ყავს ტყვეები. გამოუძახეს ანტიტერორისტულ ჯგუფს ატარებს ოპერაციას, გაისროლა წვია სნაიპერმა, მოარტყა მოკლა. გაანეიტრალა. ჩვენ ენაზე ამას უძახიათ ნეიტრალიზაციას. სამხედროების ენაზე. და მეორე დღეს ამ სნაიპერის სურათი იდება სივრცეში, იდება მისი სახელი და გვარი და იდება მისი ოჯახის წევრთა სია, იმ მისი შვილი სადადის სკოლაში, რა ტელეფონები აქვს, რა მისამართზე ცხოვრობს. მოდის ის იდეოლოგიური ჯგუფის სხვა წევრი, რომელიც დავალებას აძლევდა შენ ქვეყანაში ამ დესტრუქტანს მოეხდინა ტერორიზაცია საზოგადოების და სახელმწიფოსთვის და ხოცავს ამ სნაიპერის დედას, მამას, ცოლს, შვილს და ასე ვინც მისთვის ძვირფასია. და თუნდაც მერე ცოცხალი დარჩეს სნაიპერი, ასეთი გაგებით მისი მორალური მდგომარეობა თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ? შეიძლება ვიცოდე? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ის ადამიანი? ის სახელმწიფოს მოემსახურება მერე ესეთი დემორალიზირებული და სად არის სახელმწიფო თუ არ იცავს იმ სავალდებულო საიდუმლოს, რომელიც მან უნდა დაიცვას. მაშინ დავდგეთ და გამოვაქვეყნოთ, ვინ აყვავს ქვეყანაში გამნაღმველი, სნაიპერი, ლიკვიდატორი, მოუჭრათ სახელმწიფოს ხელები, ფეხები, თავი მოუჭრათ სახელმწიფოს. ჩვენ დიდი ხანია თავს ჭრით ჩვენ სახელმწიფოს. არასწორი მიდგომებით. წავიდა ეს ხელისუფლება. მოვიდა ახალი, თქვენ რა გონიათ იმ სიაში ვინც არის ჩამოწერილი, ყველას გაასამართლებენ? გმადლობთ ვინც მიყურებს, ვინც უყურებს. არავის არ გაასამართლებს. აი ამ ტიპებს ადგებიან ყველა სათავეში დაიგეთ. იმიტომ ყველა სჭირდება ძლიერი მკლავი იმისთვის თავისი პოლიტიკა რო გაატაროს მე. აუქნათ სახელმწიფოა. აბა როგორ გავაკეთო? ასე იტყვია. დღეს ვერ მივიდა ხიდაშელი იმ ეთერში კობახიძესთან. მაგრამ ხვალ მივა. ზეგმივა, მაზეგმივა. თუ ფხიზლად არ ვიქნები. ხიდაშელზე უარესები არიან. ხიდაშელი დებილიზმის სახეა. რაც შეეხება საქართველოს ადგილს რაც შეეხება გარესამყაროში. გულახდილად გეტყვით რა. მანამდე სანამ ქართული ოცნება, მისი წევრები ბოლომდე არ მოექცევიან სანქციების ქვეშ. მე მივესალმები ამას. იმიტომ ბოროტებას მხოლოდ და მხოლოდ ორმაგი ძალით შეიძლება
უპასუხოს ადამიანმა, სანამ მათი ცოლები, მათი შვილები პანჩურით არ გამოიყრებიან იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ისინი ნაკურდალი ფულით ამათ ინახავენ. აუ, მე მაგარი სპორტსმენი ვიყავი, კალაძე ამბობს, მე არავის ფული არ მჭირდება. მე ქველმოქმედი ბიჭი ვარ. მე რა თქმა უნდა, იტალიებში და იმაში სახლები, კარებია. მე წადი ბიზნესია სამტრედიაში, იქ ააშენი. დაგიშალა ვინმე? გადაიყვანე შენი შვილები სამტრედიის სკოლაში ასწავლე, რატო არ გინდა? ევროპულ სკოლაში სწავლობენ ამის შვილები. რატო ქვია იმ სკოლას ევროპულ წაიყვანოს ასწავლოს სამტრედიის სკოლაში. ჩვეულები ხო არის სახელმწიფო მოხელე, ხო უხარია იმ განათლების სამინისტროს ზოგადი ნორმებით მოქმედება. რატომ არ აყავს მისი შვილი იქ? რატო ცხოვრობს ბერა ივანიშვილი სხვა ქვეყანაში? თუ აქ ყველაფერი იდეალური. იმალებიან ესე საკუთარი ხალხიდან, საკუთარი პოლიტიკიდან მფარველობენ საკუთარ შვილებს. რომ არ დაიღუპონ. ქრისტეს სიტყვები მახსენდება, რომელი მამა არისო თქვენ შორის ესეთიო შვილმაო თევზით ხოვს და გველი მიაწოდეს. არც ქოცები არ არიან გამორიცხულები შემოკარგული. არ არიან. არ არის. მე ბოდიშვილი ძალიან ბევრი კომენტარი კეთდება და მე ყველა კომენტარს რა თქმა უნდა ვერ უპასუხებ. ჩემი სურვილი იქნება. რომ აი ეს ბლოგი გავრცელდეს, ბევრმა იხილოს, მოხდეს ამ ბლოგის გამოწერა და სწორი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების. აუცილებელია ხალხის პროტესტის გაგრძელება. მაგრამ უხაზარაძეოთ, აი ახალგაზრდებს მოუწოდებთ რა. თუ არ გინდათ რომ წააგოთ. თუ არ გინდათ რომ ძალიან მარტივად წააგოთ. მოიშორეთ თავიდან ხაზარაძეები, მოიშორეთ თავიდან ხიდაშელები, უსუფაშვილები, ეს ქართულ ოცნებასთან განაცები განსაკუთრებით. რეალურ მდგომარეობაში ესენი დაჯერდნენ რას, იცით? აი ამ ახალგაზრდებს სუპი ბორში მოუდუღონ, წვნიანი დაარქვეს, მაგრამ ბორშია. და ყველი და პური მიუტანონ იქ აქციებზე, რა თქმა უნდა, არასაკმარისი რაოდენობით, მაგრამ მიუტანონ. მაგრამ ესენი ამ დროს არ დაჯერდებიან, დამიჯერეთ რა. ძალიან მალე გამოყოფენ თავს. ეხლა მოუნდებათ პოლიტიკის გაკეთება პატარა ხანში. და დისკრედიტაციას მოახდენენ იმ ადამიანებს. აი ეს ამთელი უბედურება, აი რატო არ იცვლება მარადმჟამ საქართველოში არაფერი. აი რატოა პრობლემა? თუ თქვენ ახალგაზრდებო ამას მოერევით, ჩემი ნებისმიერი საინფორმაციო საშუალება დაეთმობა თქვენს მხარდაჭერას. გამიჯერეთ. სწორად მოიქეცეთ, ნუ მიუშვებთ ამ ხალხს თქვენამდე. შეხედეთ, ვინ სარგებლობს ამ სისხლში. ვიღაცა შონია, ამის დედა შევეცი, ვიღაცა შონია გამოდის და რას ამბობს, იცი? მაკდონალდ რუსეთში მართლა კოტელეტზე და იმაზე პიურეზე ამობლაყუნებული ნაზირალა მაკდონალდსი რო გააკეთა პროპაგანდის ის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბუფეტია რა ეს მაკდონალდსი. ვინც მოხვალ თუ იმას აქციებზეო 1+1 იქნებაო, ერთს იყიდით შონიას ბუფეტში და მეორეს მოგცემენ უფასოდ რა. აი ჩაგიჯვი მაკდონალდში შონია შენი დედა შევეცი. ხალხი იყინება იქ და წყალი ვერ მიაწოდე ადუღებული. და მე ამ რაღაცა მოგინდება. სხვერპლის გაღება. სხვერპლი გაიღო რა. სხვერპლი გაიღო. ერთი იყიდეთ და ერთს გაჩუქებთ შონია. ესე არ ხდება. ეს არის საშიში. გავარკვევთ ყველაფერს თავის სახელები რა. მე კიდე ყველაზე მეტად არ დაგიმალავდა იმის მეშინია, რომ აი რომ ამდენი ახალგაზრდა თავმოყრილი გამოუცდელი, როდესაც წინაღობის პროცესებში დგას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ნაციკს შეუძლია შევიდეს მათ შორის და იქ სპეცნაზის მიმართ გააკეთონ დესტრუქცია. გამოიწვიონ მათი აგრესია და შემდეგ თვითონ წავიდნენ და ეს ბიჭები დატოვდნენ. რაც შეეხება გულახდილად კიდე ერთ ფაქტზე უნდა ვილაპარაკოთ, სემის ფაქტები რა.
აი ამ ცემის ფაქტებს ვინც აკეთებს, ამას ყველა არ აკეთებს რა. თუნდაც იმ სპეცრაზმიდან. იქ არიან ამ საქმეში დახელოვნებული ტიპები, რომლებიც ესეთი ბევრი არა, ესეთ მაქსიმუმ შეიძლება იყოს 1/20. 20-ში შედის დაახლოებით 40 კაცი. მაქსიმუმ. აი ეს ტიპები რეჟიმიდან რეჟიმს ბარდებიან ასე, გაუსამართლებლად და დაუსჯელებლად. წინა რიგებში ჩვეულებრივ დგანან სავალდებულოს ჯარისკაცები, უპატრონო ხალხია, ხალხო. დედები და მამები რო ვერ გადაეფარნენ მფარველებად რა. აი ესეთი უკაცრავად აი ესეთი ტიპები ვისაც დედები და მამები ვერ გადაეფარნენ თავზე. აი ისინი დგანან. პირველ დარტყმას იღებს ეს პატარა ბიჭები. 20-ულიც იქნება და ასეც არ არიან მეტი დამიჯერა. ვიცი და მაგიტო გეუბნები, რასაც გეუბნები. რა ხდება, იცი? აი ამ ბიჭებს სავალდებულო ჯარისკაცებს ეუბნებიან, თუ ამას არ გააკეთებთ, კანონი მოგიბრუნებათ დაგიჭერთ. სავალდებულო ხორცი იყო 20-25 წლის ბიჭებიც არ არიან. 18-დან 20 წლამდე არიან ეს გაჭირვებულები რა. იმათმა იციან ფარი როგორ აიფარო, всё მეტი არც ის არიციან ის საქმე კარგად, დამიჯერეთ არიციან ის საქმე კარგად. შენი აზრით გასროლკავენ ხიდაშევს, არავინ მაგათ არ გასროლკავს. ერთმანეთის ცოდვები იციან და არავინ სისულელი ეს არ დაიჯეროთ. ქართულ ოცნებას ეგენი აწყობთ ხელისუფლებაში. როგორც კი მათი მხრიდან ოპონირების ინიციატივა იქნება, ეგრევე ქართული ოცნება მზად იქნება. აბა აქედან ვეუბნები ამ ეთერებიდან ვეუბნები კობახიძეს, ნებისმიერ ადამიანთან მექნებაო დიალოგიო. ჩართეთ ვიზია, კამერა, დაჯექით მაგ, აქედან მე დავჯდები, გამოვიტან იმ დოკუმენტაციას, რაც ამაქვს, თქვენს წინააღმდეგ საქართველოში ყოფნის დროს როგორ აქცევდით, ანგრევდით ქვეყანას, როგორ ყიდდით შეიარაღებულ ძალებს, თქვენი ხიდაშელებით, უსუფაშვილებით და ასე შემდეგ და ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ანა დოლიძე თუ შეენძრევა პარლამენტში, როგორ ფიქრობს დავით ელგუჯაძე ნემსაძეო? შევა. აუცილებლად შევა. მაგრამ ანა დოლიძე იქ თავისი ჭკუით კი არ მისულა. უცხო ქვეყნის საგარეო აგენტურამ უთხრა, დღეს უნდა გახდე ხაზარაძის ტრაკის მოლოკველი და იქნები იქ, თორე შენ გაგნოლი, ეგრეთ წოდებული ავტორიტეტი შენ ვერსად ვერ შეღლო, ვერც ვერ ასოდეს ანა დოლიძე საქართველოში საპარლამენტო ხმებს ვერ დააგროვებდა. უბრალოდ ხაზარაძეს ყავს თავისი რესურსი, ესენი არის მის ბანკში დასაქმებული ტიპები, რომლებსაც არ უნდა დაკარგონ ხელფასი. ეს არის ეკვივალენტი იმისი, რომ გადაილახოს ის აუცილებელი კვოტა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეს ვიღაცა და წარმოიდგინეთ, ვინ არის ხაზარაძის პარტიის პირველი ადამიანი, ანა დოლიძე. ეს უნდა შევიდეს იქ, სანდონა ბოზვარი. და შემდეგ მიყვებიან ესენი. ეს არ იმართება საქართველოსთან. ანა დოლიძემ, როდესაც ყველამ თქვა უარი საპარლამენტო მანდატზე, ანა დოლიძეს უკვე ლინდეკინზე დაწერილი ჰქონდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. უკაცრავად. თქვენ არ იცით რა კატეგორიასთან აქვს საქმე. ბავშვები რო აწამეს სამხედრო ბაზაზე, ხიდაშელის დროს ანა დოლიძე იყო მისი მოადგილე. და ანა დოლიძე პირადად იყო დაკავებული ამ საქმის გაправების. და ბევრი სვამს კითხვას, რატო აწამეს ეს ბავშვები, მე ვიდეოც მიდევს, რატო აწამეს? გართობის მიზნით. და კაცი რომელიც ბოდიშს უხდი ვიღაც თათი ამ თხოვს ჩართვა შენი ჭირიმე ეხლა ვერ ჩაქრთავ ნამდვილად რა. მე მონოლოგის რეჟიმში ვატარებ ამ ყველას. კაცი რომელიც აი ამას გააკეთებს გართობის მიზნით მშვიდობიანობის დროს, ასეთი კაცი რას გააკეთებს არეულობის და ქაოსის დროს. აი ესეთი დაჯგუფება ურტყამს იმ ადამიანებს თავში წილს. ეს არის და ეს არის. ქალებზე ზალადობა, ცემა, რა უქნა, რა შეფასება გინდათ მივცე ხალხო.
ადამიანებს უყურებ მე ამ ტაქტიკას როგორია რა. როდესაც სუბიექტი არ წარმოადგენს ისეთ აგრესიულ ელემენტს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, თქვათ, სამართალდამცავისთვის და ძირსაა დაცემული ტრამვირებული. რატომ უნდა მიხვიდე და სამხედრო ბატინკი თავში რატომ უნდა დაარტყა? რატომ უნდა დაარტყა? მაგრამ ამას აკეთებენ, იმიტომ რომ როგორ გითხრათ ახლა? აკეთებენ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა აქვს აღებული. შიში უნდა დანერგონ ამ ყველაფერს. ვიღაცა ჯანომ წერს, რომ შენო ხარო კობახიძის ბოზი, ჯერ კობახიძის დედის პირში შევეცი და მე შენ პირში. ბატონო ჯანო, ბოდიში შენთან, მაგრამ არ გბლოკავ, არა კაცო, შენ უნდა იყო. ნანგრია. პრობლემა რაშია? იცი კიდე აი რაში იხარჯება 70% რესურსების რა. აი ამაში, რა ესეთი ადამიანების შექმნაში, რომლებიც სამოქალაქო აზრს აყალიბებს, მაგრამ ჭკვიანურს ვერაფერს ვერ აკეთებენ. გადმოსული არიან ასე სისაძაგლეზე, რასაც ქვია ის. კვანტისტადება. პროპაგანდა უაზრო. ეს არ არის ახლა ნინი ბადურაშვილი არ გარბის იმედის ტელევიზიიდან, ადრე ხო გაიქცა და მე უკანა კარიდან შემოიყვანეს. ახლა მოსწონს ეს ძალადობა, ეგენი კიდე ცალკე პრობლემა არის რა. პროპაგანდა. ამას წინათ ჭოხონელიძე მაგინა ემიგრანტებს. და როდესაც საპატრიარქოში გალობდა და ფულს იღებდა და პამპერსებს ყიდულობდა მისი შვილისთვის წერეთლის აფთიაქში. მაშინ კაი იყო სიტუაცია, ქოცები. სანამ ბერა ივანიშვილის ყვერებს მოფხანდა. მერე უკვე აღარ. ბადურაშვილი, ჭოხონელიძე ერთმანეთის ნათლი მირონები, ჭოხონელიძე ივანიშვილის შვილის ნათლია. ეგრეა. იმ ნინი ბადურაშვილთან ერთად დგას მეტრაკიან რიჯოხაძე, დედა მოწნული დათოია ბარბაკაძე, გოგაია ბარბაკაძე უკაცრავად. ის გოგაია ბარბაკაძე შემძვრალი რუსთაველის თეატრში ხალხი იქ რო შევიდა დარბევის შემდეგ, რო გაერიდა პროცესებს, ამან დარეკა და სპეცრაზმი შეიყვანა იქ და აცემია და მერე აქციაზე გამოჩნდა. იმიტომ რომ არ უნდა რომ პრორუსი უძახონ ამ გამზრდელ მოწმობს და ამ დროს მისი პატრონი, მისი სულიერი მამა რობერტა სტურუა ვეფხისტყაოსნის მაგინებელი პირველი ივანიშვილის მეტრაკია. უნდა ვიცნობდეთ ჩვენ რეალობაში ვინ წარმოადგენს სისტემის უხრუჭებს. გაცრავად. ძალიან ბევრი ფაქტია გამოსამშრომლებელი და მერე იძახიან იმას, რომ ესე და იძახიან ამას ისე და ემის მკადრებელი ის არის და ემის მკადრებელი ის არის. ყველაფრის მკადრებელია რა, ეს კგბ-ს ლაბორატორიაში გამოზრდილი გარდაქმნილი ნაბოზრები ხალხო. გვარამია რა იცი რომ გეია კობახიძეზე კი YouTube-ზე იყო და არ მაინტერესებს ციგარო. სარი უთხრიათ ტრაქში რაში მაინტერესებს ვის იყლე ვის უკანალში შედის მაპატიე რა. ყველამ კარგად იცის რომ აი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სერიოზული ბალერონი იყო არატრადიციული პიროვნება, მაგრამ იმას არ ამდგარა და თავისი ტრაკი საზოგადოებისთვის თავზე არ დაუძვია. ეგ არის. განსხვავებები უნდა ეძიოთ რაში მდგომარეობს. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა რაც ერთმანეთისგან მყოფს. მხოლოდ ეს გვიშველის ქართველებს რა. ის ურებს წარმატებებს, მოგვიანებით შევეცდები ჩართვებსაც და ის რომ თქვენს იყოთ კონტაქტში უფრო მეტ შევძლებთ ერთად საზოგადოებას წარუდგინოთ სიმართლე. იხარით.